პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ვიდეო კადრებს, სადაც რამდენიმე პოლიციელმა მოქალაქეს ცემეს. განხორციელებული ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები. ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა, ნათქვამია განცხადებაში. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი ჟურნალისტი ნინო ფისაძე მუშაობს თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. Nino, ბოლო ინფორმაციას ველიჩენგ. დიახ, სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ 6 პირი დააკავა. სამართალდამცავების დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ უმოკლეს ვადებში მოხდება ბრალის წარდგენა 323 მუხლის მესამე ნაწილის ბექვე პუნქტით, რაც გულისხმობს, რაც ითვალისწინებს სასჯელის ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მთელი დღის განმავლობაში გუშინ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებების შემთხვევის ადგილზე. საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდა საოლქო პროკურატურა, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექცია. ერთობლივად მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ ასევე მოწმეები და ბუნებრივია გამოკითხვაზე იმყოფებოდა ასევე სამართალდამცავების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილიც. პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები. ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა საბუცველზე ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლის მესამე ნაწილის ბექვე პუნქტით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ჩადენილი ძალადობით წარედგინებათ, რაც სასჯელის სახეთ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ვივამედის კლინიკა დღეს დატოვა. ჩვენ ვესაუბრეთ მის ოჯახის წევრებს. მათ თქვეს, რომ მას აქვს ნეკნის მოტეხილობა და დაჟილობების სხეულის სხვადასხვა არეში. ოჯახმა უკვე გაიგო სამართალდამცავების დაკავების შესახებ ინფორმაცია. ოჯახი აცხადებს, რომ ყველა პირი, რომელმაც მიიღო ცემაში მონაწილეობა, უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი. შემთხვევა გუშინ კომბინატის დასახლებაში დღის მეორე ნახევარში მოხდა და შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა ადგილობრივმა მედია საშუალებამ გაავრცელა, რის შემდეგაც უკვე პროკურატურა ჩაერთო საგამოძიებო მოქმედებებში. უშინდელთან შედარებით უკეთესად არის, მაგრამ ნეკნი აქვს გატეხილი, ეს ხო გამოცხადდა, იციან ყველა. შინაგანი დაზიანება არაფერი არ აღინიშნება, მაგრამ გარეგნულად რა ვიცი, ლურჯებები აქვს, სისხლჩაქცევები აქვს. აშკარაა, რომ ძალიან მაჯრად ნაცენია. ხო ჩანს იქაც, რომ ის მუშტებით კი არ ცემენ, წიხლებით ცემენ. ეს გოს მისაზღვრებით, ვისაც რა ეკუთვნის აი ეგრე. მე მაგას ვიტყვი. დააშავეს აგოს პასუხი, გინდა პოლიციელი იყოს, გინდა ჩემი შვილი იყოს. ვცდილობთ, რომ არ ველაპარაკოთ, არ გაღიზიანდეს, არ განერვიულდეს. გუფრთხილდები მის ნერვებს მაქსიმალურად და იმიტომ არ გამოვიქეც და არ წამოვედი მაშინვე გორში, რომ ეს ბავშვი ცოტა განიწვევს, დაუწყნარდეს ეს ნერვები. გამოძიება რო დაიწყეს პაპუნაზე, ეს არის სრული კომედია და პროკურატურას ვთხოვ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნულ პირთან დაკავშირებით გამოძიება და ის ადამიანები, რომლებიც დააკავეს, ხო ამ მუხლით არ უნდა დაეკავებინათ, ამ ადამიანებმა აწამეს 3 სხვადასხვა ტერიტორიაზე ცემეს პაპუნა და პაპუნა არის ძალადობის მსხვერპლი, პაპუნა არის წამების მსხვერპლი და აუცილებელი რომ გადაკვალიფიცირდეს და წამებით მუხლის იყოს ყველა დაკავებული, არა მხოლოდ ის 6 ადამიანია, არამედ კამერებში ჩანს რომ უფრო მეტი ძალადობს და ყველა პირი უნდა იქნეს დაკავებული.
30 წლის მამაკაცის ცემაში ბრალდებული პოლიციელები ახლა ჩვენი ინფორმაციით არიან გადაყვანილები ხაშურში დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მათ უკვე ბრალი წარედგინებათ. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნინო ფისაძე საუბრობდა.